სხეული არ არის კალკულატორი. მას მართავს ჰორმონები და არა რიცხვები. თუ გაინტერესებს, როგორ წახვიდე კლებაში სწორად, ისე რომ ორგანიზმს სტრესი არ მიაყენო. მომისმინე ბოლომდე, გაითვალისწინე ჩემი რჩევები და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს. ორგანიზმს არ ჭირდება კალკულაცია. ორგანიზმს არ ჭირდება ბუღალტერია და საანგარიშოებით სირბილი. ორგანიზმს ჭირდება გააზრებული კვება. რას ნიშნავს გააზრებული კვება? როდესაც შენ ჭამ არა უბრალოდ კუჭის ამოსავსებლად, არამედ ჭამ იმას, რაც შენს ორგანიზმს ჭირდება. შენს ორგანიზმს ჭირდება მაკრონუტრიენტები და მიკრონუტრიენტები. მაკრონუტრიენტები ეს არის ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და უჯრედისის სწორი ბალანსი, ხოლო მიკრონუტრიენტები ეს არის უკვე საკვებში შემავალი ნივთიერებები, რომელიც 1 გრამზე ნაკლები რაოდენობით შედის და სჭირდება კიდეც შენს ორგანიზმს. ვიტამინები და მინერალები. ამიტომ გაითვალისწინე. არასდროს ეცადო უბრალოდ მშრალი ციფრების ჯამი დასვა კვების დროს. გაითვალისწინე, რომ შენი ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლისთვის ნივთიერებებს იყენებს. ჭამე ხარისხიანი და თუ გაინტერესებს როგორ უნდა ჭამოს სწორად, ამისთვის ვარსებობ მე. მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.